გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილის სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა ქალაქ ვერონაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Win Italy წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. მას გამოფენაზე იტალიელმა კოლეგამ ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და ვერონას საგამოფენო ცენტრის პრეზიდენტმა ფედერიკო ბრიკოლომ უმასპინძლეს. Win Italy იტალიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს. Win Italy არის ყველაზე დიდი ღვინის გამოფენა იტალიაში. ამ გამოფენის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კიდევ ერთხელ გვესაუბრა ქართული ღვინის მნიშვნელობაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა ქართული ღვინის როლზე სოფლიო ღვინის ტრადიციაში და ისტორიაში. ღვინო არ არის მხოლოდ დარგი და სექტორი, მეღვინეობა, მევენახეობა, ეს არის აგრეთვე ცხოვრების წესი, ტრადიციების და კულტურის ერთიანობა, რომელიც აძლევს განსაკუთრებულ ინდივიდუალურობას ჩვენს ქვეყანას და იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ღვინის მწარმოებელი. გამოფენის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედრილიყავით ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს, რომელთა მოლაპარაკებითაც შესაძლებელი იქნება, რომ მომავალ წელს 2027 წელს საქართველოში ჩატარდეს ღვინის საერთაშორისო